საქართველოში ნატოს სამეკავშირე ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ახალ წარმომადგენლობა საქართველოში ალიანსის საელჩოს ფუნქციები დაეკისრება. ნატო საქართველოს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა და მეტი ინფორმაცია ალიანსის შესახებ. სამეკავშირე ოფისის ფუნქციების შესახებ დღეს ცერემონიაზე თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. ნატოს სამეკავშირე ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონია ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გახსენებით დაიწყო. ამის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. ნატოს დროშა სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად აღმართეს. ნატოს სამეკავშირე ოფისი იგივე ალიანსის საელჩო საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენმა პირადად გახსნა. ახალი ეტაპი საქართველოს და ნატოს ურთიერთობაში. ასე შეაფასა გენერალურმა მდივანმა თბილისში ნატოს ოფისის დაფუძნება. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი და ვხსნი ნატოს სამეკავშირე ოფისს. მოხარული ვარ, რომ ამას ბატონ ბარამიძესთან ერთად ვაკეთებ. ნატო დიდად აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას და საქართველოს წვლილს ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში. თქვენ სამხედროებს წვლილი შეაქვთ ISAF-ის ძალების მხარდამხარ ავღანეთის უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის ვალდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ საჭირო ფორმატი და ბერკეტი ჩვენი პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენ ასევე განვავითარეთ თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოს-ნატოს კომისიის ფარგლებში. ერთად ვიმუშავეთ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც რეფორმებისა და ტრანსფორმირების საგზაო რუკას წარმოადგენს. ნატო მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს რეფორმების გატარებაში. ჩვენ ახლა ვხსნით ნატოს სამეკავშირე ოფისს საქართველოში როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თქვენი რეფორმების მხარდასაჭერად და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად ალიანსსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო კარგად გამოიყენებს ნატოს მეკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას დემოკრატიული და თავდაცვის რეფორმების გასატარებლად. მოუთმოლადველი სამეკავშირე ოფისის გახსნას, რომელიც ნატო საქართველოს თანამშრომლობის ახალი ნაბიჯი იქნება. ბატონო გენერალურ მდივანი, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენ მოუთმელად ველოდით თქვენს ვიზიტს და მოხარულები ვართ, რომ გმასპინძლობთ თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიაზე. საქართველოში ალიანსის წარმომადგენლობის გახსნა ასახავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც ბუქარესტის სამიტის შემდგომ საქართველოსა და ნატოს შორის ჩამოყალიბდა. ამასთანავე ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ეს ნატოს მიერ საქართველოსა და მისი ალიანსში გაწევრიანების სურვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს საშინაო დავალების შესრულებაში, კერძოდ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც წლების განმავლობაში ნატოს შეფასებებში სათანადოდ აისახა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაისში წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ჩვენ ვამაყობთ პოლიციის, თავდაცვის, სასამართლოს, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე რეფორმებით და ჩვენ მზად ვართ შემდგომშიც გავაგრძელოთ მუშაობა ოპოზიციასთან ყველა ამ საკითხზე, საკონსტიტუციო რეფორმის ჩათვლით. ამავდროულად ჩვენ გვესმის, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ერთგულება თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების მიმართ და მყარად ვდგავართ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. გვაქვს მტკიცე განზრახვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად გავაგრძელოთ დემოკრატიული და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის მოდერნიზაცია, დეცენტრალიზაცია და შეუპოვარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. შესაბამისად, ჩვენთვის სასარგებლო იქნება ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერა და ყოველდღიური კომუნიკაცია. ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის მთავარი მიზნის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისაღწევად. საქართველოს სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის ალიანს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსახორციელებად. ბუქარესტის სამიტის შემდეგ აღარ არსებობს კითხვა, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. არამედ უკვე საუბარია იმაზე, თუ როგორ და როდის მოხდება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ველით ლისაბონის სამიტს, სადაც ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნება მიღებული და ვიმედოვნებთ, რომ ახალი კონცეფცია კიდევ უფრო გაამყარებს ალიანსის ერთობას. მის ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ღია კარის პოლიტიკის დადასტურებასთან ერთად შესაბამისად ასახავს ალიანსის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს. და ბოლოს, თითოეულ თქვენთაგანაც მინდა მოგილოცოთ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ოფიციალური გახსნა.
become a member of NATO. ნატოს სამეკავშირეო ოფისი ალიანსისთვის საელჩოს ფუნქციებს შეასრულებს. იქ მუდმივად იმუშავებენ ნატოს წევრი ქვეყნების ექსპერტები. ისინი ყველა იმ სამინისტროსთან ითანამშრომლებენ, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება ევალება. ოფისი მთლიანად ნატო დააფინანსებს. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენ გზაზე ნატოში გაწევრიანებისკენ, ჩვენ გზაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპაში დაბრუნებისკენ, იქ სადაც არის ჩვენი ადგილი ცივილიზებული თავისუფალი ერების ოჯახში, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი იქნება კიდევ უფრო მყარად დაცული, სადაც ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული. ის რო გენერალური მდივანი ლისაბონის სამიტის წინ ჩამოვიდა საქართველოში, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ამავე დროს შესაძლებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ. შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ნატოს ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორც არის ISAF-ის ოპერაცია. ამ ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მიანიშნებს კარგ ურთიერთობებზე, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს. ამაზე მიუთითებს გენერალური მდივნის ვიზიტიც. დარწმუნებული ვარ, ნატოს საქართველოს თანამშრომლობა უფრო გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანი დღეა იმედს გამოთქვამ ნატოს ეს ოფისი ხელს შეუწყობს უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ საზოგადოებას იმის შესახებ თუ რას აკეთებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს ოფისი ბიძგს მისცემს ნატოს საქართველოს ურთიერთობას და ხელს შეუწყობს თქვენ ქვეყანას მიუახლოვდეს ალიანსის სტანდარტებს. მინდა მოგილოცოთ ამ ოფისის გახსნა. აქამდე მთელ სამხრეთ კავკასიას ფარავდა ერთი ადამიანი. ერთადერთი ადამიანი ნატოს მიერ დანიშნული. ახლა რა კი საქართველოს ურთიერთობა ყველა ნახა ნატოს დარწმუნა, საქართველოს დარწმუნა, რომ გაცილებით უფრო წინ არის სასული ნატოსთან, ვიდრე ნატოს ურთიერთობა სომხეთთან, ნატოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ახლა გადაწყდა, რომ საქართველოზე იქნება კონცენტრირებული ცალკე საელჩო, ცალკე სამეკავშირეო ოფისი. სამეკავშირეო ოფისს ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, წარმოშობით პოლონელი ზბიგნევ რიბაცკი უხელმძღვანელებს. ნატოს სამხედრო ოფიცერი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და საქართველოში გატარებულ რეფორმებს კარგად იცნობს. That's really an important day. Not only ეს მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო იმიტომ, რომ ოფისი გაიხსნა, არამედ მნიშვნელოვანი დღეა ნატოს საქართველოს ურთიერთობებისათვის. ეს თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა. ამ ოფისის დაარსების მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. საქართველოს რეფორმებს ახორციელებს და ჩვენ აქ ვართ, რომ დავეხმაროთ ამ რეფორმების გატარებაში. towards integration with Euro-Atlantic structures. ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის ბოლოს ქართულმა სტუმრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს ნატოს ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი ქართული ღვინით ადღებს წერეს. Great day for Georgia, yeah?